გამარჯობათ. დღე და დილა მშვიდობის. რა ფერ ხართ ხალხნო, ვაიგნო გავანწავლე ეს კაცები, როგორ ხართ? იუბკა ჩავჭი და კისერზე ავიწი. კნუტი მყავს შემოყვანილი და მოდი. აი რომ ამბობდი რომ დავარცხნილი თმა არის ნორმალური თმა. რა გევარ ხოლმე გაშვერილი, გადაშვერილი. პირი დავიბანე და ანუ ესენი მაქვს ისევ. ძალიან არ დავიბანე. ანუ ეს წამწამები. მოკლედ წამწამები არ დავიბანე. ხო და ესეთი ირი მაქვს. შაკარასკულის. აღოწუხელი არ დავიბანე, მაგრამ ეზარებოდა. ძალიან მაგრამ ეზარებოდა. გუშინ ესა მქონდა წავებული, ის პატარებით ხო წავიღე, მაგრამ ძირითადად ამას ხმარობდი გზაშიც ეს მეკეთა რომ ტორტი მეჭირა და მეთქი. ტორტი მიჭირავ და ეგ ხوار ვიქნებით ხო გაწეწილი. ხო და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემი კვების არეულდარეულობას, ისედაც ყირთაბადა მქონდა. დღეიდან ისევ პატიოსნად ვაგრძელებ ცხოვრებას. როგორც მანამდე და არამედ შედეგი საკმაოდ ანუ სასწორზე არ დამანახა, მაგრამ ვიზუალურობაში მომცა. ხო მაგას გავაგრძელებ ისე. მოდი ახლა ვიჭორავთ. რა ხდებოდა მადლიანში და რამდენად კარგი იყო და მე სულ ვადარებ ხოლმე იცი თქვენ მაგნოლიას. იმიტომ სუიქვარ. მანდ მიხვედით შემოლაბაზო. შენ მანდ ჩემო ბუერა მან დაწექი საწოლზე. ეს ის არის უკარება კნუტი არის, აი ნახეთ. როგორი გაწეწილია და კუდი ნახეთ ახლა. და კარები რო გავახე, ისიც ყოლად მიყურებდა. დაუძახე შემოდი მეთქი და შემოვიყვანე. როგორ მიყვარს ეს ბავშვი. აი ეს რეები აქვს, აი ეს ლომივით რო აქვს, აი ეს. უყურეთ. აქ არა აქვს მაღალი ბეწვი, აი ალაგ-ალაგ აქვს და რაღაცნაირი ფუმფულა. აი მითი ბიჭო იყავი შემოლაბაზო სანამ ავალაგებ ბრძანდებოდე. ძალიან სასიამოვნოა, როცა გუშინ ყველაფერი დავალაგე და ეხლა ვიცი რომ საღამოსკენ მოусმე მარტო ერთხელ ტვერსასრუტ შეიძლება მარტო ოთახში. და უბრალოდ ხვალე ვმუშაობ და მაგიტო. დანარჩენი ძალიან მიხარია რომ ანუ გუშინ ყველაფერი დავალაგე. ამა დავლიე უკვე. TikTok-ზე ვათვალიერებდი რაღაცებს და ამა მაშინ დავლიე. სათვალე მინდა გავიკეთო დღეს. ზე არ არის, მაგრამ ცოტა იყოს მაღონებს ხოლმე. ხო. მოკლედ გუშინ პირველად ვიყავი მადლიანის მთავარ დარბაზში რა, ანუ სადაც ყოფილი ვარ არის იქით მხარეს რაღაცა გვერდით მხარეს რა და აი ჭიქამაგედანა მაქვს წამოღებული. და მაშინ კაი სიტუაცია იყო. ანუ ეს ახლობლები ვიყავით, უბრალოდ საღამო გავატარეთ ერთად. ხო, ეხლა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. ვიზუალურობაში ძალიან მომეწონა. მაღლა იყო ხის ფაქტურა და ეგ ხო იცით რომ მომწონს, დარბაზი იყო თეთრი და ეგეც მომწონს. კაი სიტუაცია იყო ვიზუალურობის მხრივ. მომღერალი გოგო იყო, ქალბატონი. ხო და სულ ძირითადად ლალისის აღმოჩნდა ახლობელი ნათესავი ერთ-ერთი მშობელის. ხო და რო იტყვია სიმღერები არ მოვკლევია. ძალიან კარგად მღეროდა და ძალიან სასიამოვნო და ვიზუალურობაში იყო ძალიან რაღაცნაირად კარგი. ხო. ცეკვის ჯგუფში აგდებენ რაღაცებს და ეხლა ბარბარეს და იოალის ნიროს ჭირდება ნაწნავები და ბენდენა და ეგ ბარბარეს უაქვს და
ხო და ერთი სიტყვით მაგრამ ხო კარგი საჭმელებს რაც შეეხება რა შვედიერი კარგი შვენიოთ ვიხალისეთ ვიცეკვეთ ვიხუხუნეთ გავერთეთ კარგი დრო გავატარეთ მაგრამ როგორც აღმოჩნდა რომ წამოვედით ყველას ქონდა ის შეგრძნება ანუ მიმტანები ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ზედმეტად არ გაწუხებენ ხო იცი ეს აქედან რო დაგიდებენ და მე აქედან რო გაცლი ანუ კი იყო თებშების გამოცვლა როგორც ყველგან მაგრამ ანუ არ იყო რა შემაწუხებელი და რაღაცა რა ზოგან აუერთხელ არ მახსოვს ის სახელი რა ერქვა ну მოკლედ ანუ იმდენად შემაწუხებელი იყო ერთ საჭმელს რომ შეჭამდი და ოდნავ და გიგიცვლიდნენ რა და მე გარ შემიძლია რა ხო და ну იმათაც ხა მოთხოვნა აქვთ მასეთი მაგრამ არ შეიძლება ეგეთი შეიძლება განშრულ დაინახავ რომ უკვე აი ესია გამოუცვალობა რა ხო ანუ კაი სიტუაცია იყო ყველაფრით რა ვერ ვიტყვი რომ აი რაღაცამ უი და მან დაღარწავალ და რაღაცა არა ძალიან კაი სიტუაცია იყო ძალიან მოგვეწო ხო და ესა უბრალოდ ყველას ქონდა ესეთი შეგრძნება სიმყუდროვე თითქოს ანუ აი რაღაცა სტუმრები ვიყავით რა ანუ ეხა იგი უნდა იყო ჩვენი საფრთხე იყო მაგრამ აი ხო და ანუ მადლიანის მაგნოლიაში რომ დროს ვატარებთ ხოლმე ეგეთი არ იყო ის რაღაცა ეკლდა არ ვიცი რა ვერ ავხსნი მაგას მაგრამ იქ გარემო რაღაცნაირად ჩვენი ანუ რაღაცა ეგეთია რა მარტო მე არ მქონდა ეგეთი შეგრძნება ყველა მასე თქვა თორე იქ მინუსი რო დამეწერა რამეზე რომ ამის გამო არა აი ძალიან კაი იყო ძალიან კაი ყველაფრით იყო ძალიან კარგი ხო და ეს ერთ სიტყვით კრედ ვიცეკვეთ გავლიეთ ზოგმა ღვინო არა ღვინო არც ერთ დაგულევია ვისკი იყო და კონიაკი მე კონიაკი დავლიე იმიტომ რომ ვისკი არა და ლიმონათი ვითარ ხო და კაი დრო გავატარეთ ეს სიტყვით და დაახლოებით რომელ საათზე მოვიდეთ 12-ის ნახევარი 12-ის ნახევარი ო აი 12-ის ნახევარი იყო უფრო ბავშვებს თქვა ხა ძილის დრო ამედგება დაიძინეთ და წავალ და წაწიკი რომელსაც 10 საათზე გავიღვიძე ფეხი არ გამიქნევია ისე გემრიელად მეძინა მე უბრალოდ ავდექი რომ აი მე ქათმები არ გამომიშია ხალხმა და 12 დაიწყო ისინი დაუში ვითარი ჩაპეჭებული ხო და ეს ვიჩქარე რა ადგომა რომ ვიცოდი რომ ხა არაფერი ისეთი არისო დალაგებული მქონდა ეგე დავტოვე ის და ერთი აბდექი რომ შეიძლება მე ჩემ ამთილი მოვიდეს და გათხლაშული არ ვიტყვი იყო ქალივით ავდგეთქო რა ან ბენდენების ბენდენები და იმის ფოტოებს აგდებენ და 4 კუთხედი ბენდენა ჩააგდეს და მე მქონდა 3 კუთხედი და მაქვს ნაწლავებიც აქვს ბარბარს ამიტომ მე აღარ ვყიდულობ რა ერთხელ უნდა გაიკეთოს და აღარ გადავიდე შაბათს აწყობი ვიდეო შაბათს უკვე მაგნოლიაში მივიდი ქალივით რაც შეეხება გუშინდელი ტანსაცმელი იცით თქვენ ვიყიდე შოპო დედაჩემში არა მართლა ეკაბაც არ მცმია პირველად ბეცვა და ანუ მაგისტვის ერთმანეთისთვის ვიყიდე ეგენი რა და ძალიან მომეწონა თუმცა ერთი ესეთი კაბა არის გრძელი და იმაზე ძალიან მაგრად წავა ეგ ხო და სავარაუდოდ ისევ მაგას ჩავიცმებ ზედას და მაგ ფერის კაბას ჩავიცმებ მაგნოლიაში რომ წავალ ანუ რაღაცნაირად კომფორტულად ვიყავი ძალიან
ხო დღეს ის მაქვს კიდე ბავშვების მილოცვებია ჩატში ჩაყრილი და ეგენი უნდა გავაერთიანო და დავდო ანათემასწრებელს რომ მიულოცოთ ბავშვებმაც. ტორტი წავიღე. ჩავაგდებ განახებ. ტორტი იყო ძალიან ბავშვური, ძალიან ფერადი და ძალიან საყვარელი, იმიტომ რომ ეგ იყო ბავშვებისგან და წიწილებს ეძახის ხო ნათია და იყო წიწილებისგან. ხო და ეს ისიც თვით სათელი ერთ წელი წავიღე. ანუ ფიქრობდი რომ ისა თქო. როშეველი საცხობში ჩვენი საცხობისა ეგ ტორტი რა სადაც მუშაობდა. ეხლა მე სანთელს წავიღებ თქო ასაკისები როა წერია რა და ეხლა ფიქრობდი აუ მეთქი არ მახსოვს 37 თუ 36 მეთქი რომელისა გახდა მეთქი რა და ნინომ ერთი წელი სანთელი წაიღე ჩვეულებრივიო და წამოვიღე ეგ სანთელი. ხო და ურეკავდი ნათი მეთქი რამდენი წელს ვდახდი. ხო და იქ რო მივედი თურმე. რაღაცა რამდენი წლის თურმე ჩემი ტოლი 38-ის. არა და ჩემი 1 და 2 კლასი დაბალზე იყო. დარჩინათი. რაღაცა ერთვაიც ელოდებოდეთ რაღაცებს. არ ვიცი. არა მივთხე ძალაზე იყო. არა ხარ ჩემხელა ჩემს პატარა ხარ და თუ ჩემხელა ყოფ. მოდი წავიდეთ თან. გამოუშვა ის ინდაურები და იმიტომ რომ გუში რო დაღამდა. ღამე ხო იცით რა სიტუაციაც თუ არ შეყარე ძალით არ შედიან ხო და აბა გვიან მოვედი კი შეიძლებოდა სანამ წავიდოდი მანადე მექნა მაგრამ არ მეცალა ბანცალა გამარჯობა ბანცანჩო გამარჯობა ბანცანჩო როგორ არის ჩემი ბაჩაჩუნა აი მე როგორი პატარა ბაჩაჩო ბაჩაჩო ბანცალა კი რა ბაცაცო ქვია. ხან ბანცალა და ხან ბაცაცო. ბაცაცო. აგე შენი ბავში მოვიდა, შენი სათამაშო მოდის აგე? აგე შენი სათამაშო მოდის. შეეჩვივნენ უკვე. ოღონ მაინც შეჩქვება ხოლმე, ჯერ არის აგე ობოლა. აი ხალხნო რო კითხულობთ ობოლას. ეს არის თემუს ინკუბატორის პირველი ჩეკვა. ერთადერთი ქალბატონი. ობოლა წადი აქედან ხაჩქარა. ბანცანჩო, შენ რა გინდა ჩემულამაზო აკა? აი მე როგორი თბილი თათოები აქვს, როგორი თბილები აქვს. ხო გაჭამე, წადი ხა მოუსვი. აი ხა რო დავდივარ ფეხებში მებლანდება. წეღან გუშინ მოპარა ნინოს ფლოსტი. რასაც იყო და ჩემი ვერ დაძრა წეღან. დამბაჭა წინა ხალხნო. სულ მეშინია რომ ფეხს დავადგავ ხა თან ფეხებში იცის მობლანდვა. აბა ბავშვებო ვისვა ჭამოთ საჭმელი. სად არიან ისინი? ინდაურის სასტავი სადა? ის არა. ვაიმე, კატასტროფა დავდგე. სადაა ინდაურის სასტავი? თუ შევიყარე გუშინ. არ შემიყარე, სად არიან ეს პატარები? შევყარე. შევყარე. ინდაურის ხო ცალკე განყოის აქვს, სასტავი ყავს 3 წიწილა. პატარები და მე მგონი შევყარე. აი არ მახსოვს გუშინ დაგეული რომ მოველი. მე მგონი ფოტო ისე დავაბინა. აბა ბავშვებო, აქ ხართ? შენი სასტავი სადაა? წამოდი აბა მოვძებნოთ ამ თეთრისას. ბანცაცო, წადი აქედან. ჩქარა, წამოდი, შენი ბავშვები სად არიან? გადადი. აბა სად არიან ბავშვები? მართლა არ არიან ხალხო. იქ ხო არ არიან. აქ კრუხისები, იქ მეორე კრუხისები. იძებს ახლა. მოიცადი აბა იქ წავიდეთ. 2 წითელი და 1 შავი წიწილა. რას? შენ გეძახი და იხანახე. ხო გეუბნეთ, ეს სასტავი ცალკე მოძრაობს. სად არიან დანარჩენები ჩემო ლამაზო? თქვენ გეძებთ ბიჭო. გამოვიდა თქვენი ბალღი. ეხლა ნახეთ. ეს არის სად არიან შენი ბავშვები, ჩემო ლამაზო? სად არიან? წადით, გადით, ესენი ეშინიათ ხოლმე, იმიტომ რომ ისინი სცემენ, წადით, მინდი.
დაუძახა იმ. აგე? ადა ადგერა მოატრიალო ეგ. წამოდით რო წამოდით. აი რა მიყვარს უყურეთ. რა არის გაგიფუჭდა? იცი მე გაგზარდე. პატარა რო იყავ. ვირკუა. ბანძანს მოხდება ეხლა. არა, დიდი ჩაგარწყავს. ეს კრუხია ხალხო წითელი. ბანძანს მოხდება. ბანძალა მოიდი ჩიმულამოზე ეგ ვირგლა არის, წამო. ანი არა აქვს, მაგრამ მაგარი ქალია. ქალი. ალალი. ეხა ის რა სელოდება, აბა. რა სელოდები, აქ არ არის ეგ რასაც შენელოდები. აბა ბავშვებო, მოდით. შენი არ არის ეს საჭმელი, ამათია. ეგ დაუყარო. სადახაც პატარებო. წადი აქედან. ამას წავიღებ და იქ დაუყრე იმათ. ჩავყარო. აბა, გადით აქედან. ეხლა. მოდი ეს ცოტა თქვენ. აქვე რა ძვრებია. აჰა, მოდი. არ შეხვიდე, მოდი აქ. აჰა, მოდი. ჭამე. ერთი კაცი გინა იქ ხორთუმი აგიწიოს. აწია. ეხლა ის წავუღოთ პაწაწინ პატარებს. ქალბატონო. როგორ ახარ, ჩიმო ქალბატონო. დედას ქალბატონო, როგორ ახარ? მოიმე. შენი შვილი მეფესავით მიწევს საწოლზე. ასე. მოვიდა. ფათაფუთა. აი, მოდი. აჰა, აი აქ ჭამეში. არაცდიან ხახრო ისიც აჭავს, ესეც აჭავს. ქათმები მოხვედით? მეც ესეც გამოვაგდო. წადი იქით მიდი ჩქარ. წადი იმ ბავშვებთან მიდი. ეხა ბანცალას გამოვათრევ აქეთ. მიდი. წყალი. ერთი წამი შენ მობძან ჩემთან. მოდი აქ. ახლა როგორ დადის უცბად ფათაფუთით, მოდი აქ. მიგო ყნესის ხეთო ჩემო. როგორ ყნესის? გავაჯობა. არ შეიძლება შენ იქ მისვლა, კაცო, აფრთხობ ყველას. ეხა დავუცხოთ წყალი. რა არის გამოგაგდეს? რასაც წყალი ხარ? მე ფეხებზე ვისხი. აი ხა ნახე როგორც კი ის ვირგლები მივიდნენ და ხორბალს უჭავენ. აი ხა გამოდით სუყელან ჩქარა. დროზე. ხელა ვირი ხარ არც კი ცხენია. წადი აქედან. აჰა ბავშვებო წყალი. ხოჭებო პატარებო წყალი დალიეთ. დაგიქათ გაკიდე. აჰა. ბანცალა უნდა მოგხვდეს. ბანცალა. აი ეგ უნდა ჭამოშენ, ეგ არის. გრანულებია და მაგას ჭამს. ცოტა ხანი ჭამონ და
ესე ძალიან საყვარელი, აი. ძალიან საყვარელი. როარც გარბის ბანცანცო. ბანცანცო დადახარ, შენ ჩემი ბანცანცო ხარ. მოვაშინებ. მოდი აქ. ისევი. ნინგა გაბრაზა შენ მითხარი. შენ ვინ გაბრაზებს და ჯიქი აქ. დაი გადი ბანცალაკედა. დაუ. ესე მეჭორავება ხოლმე, აკეთებები და იმალა. ჩემი ლამაზ. ჩახტ, მიდი. ჭამაზე არ არის. რა ხდება? მოდი მაგ ქალბატონს მოეხუმრები შენ. ой. წავედით. ვისაც ვინც მოასწრო ჭამა, ეგ არის საკმარისი. ბანცალას მოხვდება. კი. ეს ყველანი გამოუშვით. შენც ნაჭამი ხარ. ხულიკო, შენც ნაჭამი ხარ. ბარე მავდივარ დავიყოლებ ამას. თეთრეულს. დამში, ეხლა იგუშინდელ კომპოსტა შევჭამ. გუშინდელ კომპოსტა გავაკეთე ბრინჯით, აი ჩაშუშული. ჯერ ჩავშუშე, მე ვიფიქრე რომ მას მალე შეჭამი, მეთქი და წყალი დავამატე და ბრინჯით ჩავყავ, ბევრი არ ჩამიყრია. ხო და. ეგ ხო ლაითი საჭმელია, ხო და? შევჭამ. შევჭამ. დღეს მზე არ ჩანს, დღეს უკვე აშკარად დეკემბერია. ხო და. წაველი ხლა. გავაცხელებ, არა ჯამში ამოჩავასხავ და მაღლა გამათბობელზე გავაცხელებ. ახლა თეთრეულს უბრუფენ. ეს წუხანდელი გამოღებულია და ნამდვილად აღარ მქონა მისი დაკიდების ნერვი და ეხლა ესე დავაკონწიარებ. წაველი ხარ ხნობა ვეტრინარ დღე ყველას. შევცივდა.